გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში რეორგანიზაცია დასრულდა. საკითხი დღეს საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე დეპუტატებმა განიხილეს და წარმოდგენილ ცვლილებებს მხარი დაუჭირეს, როგორც მერიის იურიდიული სამსახურის უფროსმა ნანა ჭავბოკაძემ განმარტა, რეორგანიზაციის მიზანი მართვის ეფექტიანობის გაზრდა. მერიაში განხორციელდა რეორგანიზაცია ინსტიტუციური მოწყობის ცვლილების თვალსაზრისით. გამოიწვია ცვლილება ორ სამსახურში, ორ სტრუქტურულ ერთეულში. ძირითადად ცვლილება გვაქვს ის, რომ შესყიდვების განყოფილება ფუნქციური ანალიზის გათვალისწინებით გადმოტანილი იქნება ადმინისტრაციული სამსახურის დაქვემდებარებაში. ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირები ადმინისტრაციულ სამსახურში მოექცევიან უშუალოდ მერის დაქვემდებარებაში. ძირითადად ეს ცვლილებები გვაქვს. ცვლილება შეეხო კიდევ მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილებას ადმინისტრაციულ სამსახურში, რომელიც გაუქმდება და გარდაიქმნება სპეციალისტების შტატებად. შემცირებას გამოიწვევს ერთი საშტატო ერთეულით მხოლოდ. ესეც ვაკანტური იყო და ეს საშტატო ერთეული შემცირდება. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი, რომელიც შეთავსებით იქნება განხორციელებული სხვა საშტატო ერთეულით.